ძალიან დიდი შემოქმედი, ძალიან დიდი მოაზროვნეა. ვაჟა-ფშაველა ძალიან განათლებული ადამიანი. ის იყო ის, რაც არ გავდა არავის, ის იყო ის, რაც არ იმეორებდა არავისას, ის იყო ის, რაც არ ექვემდებარებოდა არანაირ გავლენას. ღვთიური ნიჭის პატრონი, ფილოსოფოსი, პოეტი, მართლა სახელი მიიღო ზეცისგან რა ისეთი დიდი მემკვიდრეობა დატოვა მადლიანი და არაბი. მისი მთავარი გმირები უკვე ხდებიან სიმბოლოები კაცობრიობის. მისი სათქმელი არის ყველანაირი ქრისტიანულიც, ამავე დროს ძალიან თანამედროვეც, განმანათლებლური იდეებით ასავსე. ვაჟა-ფშაველა არის საქართველოს სინდისი, უიძარე სინდისი, აუიძებული სინდისი. განსაკუთრებით გასაგებია ვაჟა-ფშაველა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი სიკეთის და სამართლიანობის დაცვის. ის იყო ძალიან გრძნობიარე და ღრმა პატრიოტი. არაჩვეულებრივი სიზუსტით და სისავსით ხედავდა, რას ნიშნავს ადამიანობა და ქართველობა. ანდახან გაიგონებთ ასეთ ამბავს, რომ ეს კაცი იყო ჩვეულებრივი გლეხი, ჩამოდიოდა ხოლმე ასე გლეხური ტანსაცმლით. თბილისში ხურჯინით ჩამოჰქონდა ეს თავისი შედევრები, უტანდა ხოლმე ილია ჭავჭავაძეს, აასობდნენ. მერე მიდიოდა და აგრძელებდა თავის გლეხურ ცხოვრებას. რაც მაგრამ თქოს არც უამისობა იყო. ცოტა უცნაურიც არის, რომ ვაჟას მასშტაბის ფიგურა გაჩნდა საქართველოში იმ დროს. საქართველოს კოლონიური ქვეყანა, სუსტი, დაბეჭავებული, მოწყვეტილი სამყაროს. სოფლიო აიმღვრა რაღაც გლობალისტური მოძრაობით, ამას პროლეტარული მოძრაობა და დასები შემოვიდა საქართველოში. იყო პერიოდი, რა სადაც ლანძღავდნენ ილია ჭავჭავაძეს, ფერი არ ესმოდათ ადამიანს, არანაირი ეროვნული იდეა, გარდა პროლეტარება ყველა ქვეყნიდან შეერთით, მობაერთობა, თავისუფლება და ასე შემდეგ. ეს იდეა ისე იყიდებდა ფერს, მიანებში, რომელსაც მართლა უჭირდათ და აი გაჭირვებისგან ველას იკრებდა და შემო როგორც ზვავი ისე მოედინებოდა და ვაჟა-ფშაველა იყო თავისუფალი ამისგან, თუმცა ძალიან ბევრი კამათები ჰქონდა მას დასელებთან, მაგრამ მისი ერთადერთი გზა იყო ის გზა, რაც ჰქონდა გზამკვლევი ჩამოყალიბებული ილია ჭავჭავაძეს და მისი აზროვნება, მისი ლიტერატურა, მისი აზრი მიდიოდა ამ გზაზე. ძალიან უყვარდა ილია და ილიას მოძრაობის, თერგდალულობის თაობის ახალგაზრდა წარმომადგენელი იყო, შეიძლება ითქვას. ტრადიციობა და თანამედროვეობის რა ძალიან ლამაზი ჰარმონიული რაც სინთეზის იდეა ვაჟისთან და იგასთანაც. ქრისტიანი თუ ხარ, განმანათლებაშიც უნდა იყო, იმიტომ რომ თავისუფლების მეტი ხარისხი გაქვს, ამიტომ პასუხისმგებლობის მეტი ხარისხისა და აკაკისთან ქონდა შეხლა შემოხლა. თუმცა ეროვნულ პოზიციაში და ზნეობრივ პოზიციაში რა თქმა უნდა აკაკიც და ვაჟას ერთად იყვნენ. პირველად რომ მიუტანია ლექსები, ილიას უთხოვს აკაკის რომ გონიო ხა ჩვენ კალმები უნდა დავუწყო, ვაჟამ გააგრძელოს წერა. არ უყვარდა საზოგადოებაში დიდხან ყოფნა. სამ ჭიქაზე მეტ სასმელს არ სვამდა და სამ ხინკალზე მეტ ხინკალს არ მიირთმევდა. საზოგადოებისგან განმარტოება უნდოდა ხშირად. უცებ აფეთქდებოდაო, ბრას არ იტოვებდაო გულში, მალევე კაი ხასიათზე დგებოდა. უსამართლობას ვერ იტანდა. როგორც დანარჩენი მთიელი გლეხები ცხოვრობდნენ, ისე ცხოვრობდა. ხნავდა, თესავდა, თიბავდა, მკიდა და ამ გაუსაძლისი შრომის საფასურად ინახავდა თავის შვილ ოჯახს. გენიალური ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა. იგივე ლუკა პავლესზე რაზიკაშვილი, სიტყვა ვაჟა-ფშაველა მისი ფსევდონიმია. მისი ავატარი ვაჟა-ფშაველა მოდელი იყო, მე ალიბდები როგორც შაველი ვაჟკაცი. ჩემი დისტანცია, ასე ვთქვათ, სიმბოლოა ჩემთვის, რისკენაც მისწრაფება მაქვს. ალბათ ეს იყო მისი ფსევდონიმის არსი. გარდა იმისა, რომ ის დაიბადა ძალიან ლამაზ ბუნებაში, ძალიან ლამაზ სოფელში, ის დაიბადა ძალიან დიდი კაცის ოჯახში. ეს იყო პავლე რაზიკაშვილი. პავლე მოხდელი, ვაჟა-ფშაველა წერდა ხოლმე, რომ მამაჩემმა ესე გაგვზარდა და დაგვისვავდა, წინ ვიყვებოდა ბიბლიურ ამბებს, ვეფხისტყაოსანს, მთელ ქართულ ლიტერატურას, ისტორიას, ფოლკლორს. ძალიან დიდი ბჭობა იმასთან დაკავშირებით, რომელი არის ვაჟას დაბადების თარიღი. 1871 წელი 14 ივლისი, რომელიც პავლემ თავად ჩაწერა საეკლესიო დავთარში. ვაჟა შემდეგ თავის პუბლიკაციაში, რეპლიკაში ამბობს, 1872 წლის 15 მაისს დავიბადე. 10 წლის ვაჟა-ფშაველა სასწავლებლად მიუბარებიათ თელავში. 6 წელი უსწავლია იქ. შემდეგ თბილისში გადმოვიდა საქალაქო სასწავლებელში. მაშინდელი თბილისური ცხოვრების ერთ-ერთი სახასიათო თემა იყო ის კრივი უბნებს შორის, რომ მუშტას არ უჩიოდა გონებასთან ერთად. ჩაველს ეძახდნენ, გზების ძებნა მიიყვანა სახელოვან პოეტთან, ანტონ ფურცელაძესთან. შემდეგ იმის გამო, რომ უფრო მოერგო მის სოციალურ პირობებს, ვაჟა-ფშაველას შედის გორის საოსტატო სემინარიაში მასწავლებლად აყალიბებდა. შემდეგ ისინი მიდიოდნენ სოფლებში, ეს მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჰქონდა კამპუსის მაგვარი, სადაც ის ცხოვრობდა, სად იყო დირექტორი და ამლაგებელი ხარ იყო თვითონ იყო ყველაფერი. სკოლის საზღვრების გაფართოების გამო მოუვიდა თავის მეზობელ მოდელთან კონფლიქტი და გამოვიდა.
და იქვე გორის პოლიტიკურ მოძრაობებში უკვე ერთვება. გადიოდა ხალხოსნების შეკრებებზე და მე გაანება თავი იმ შეკრებებზე სიარულს. იცით რას გეტყვით? ჩემ ღერძზე ტრიალი მირჩევნიაო. თუნდაც ამაღლებული იდეები ქონოდა, არ მოწონდა ვაჟას სხვების დაკრულზე ეცეკვა. ის წერდა ლირიკულ ლექსებს, ტრაგიკულ პოემებს, პროზას წერდა, პიესაც აქვს. მოთხრობებშიც ზნეობრივი საკითხებია წინ წამოწეული. დაჩაგრუზა მხარი დაუჭირო, ძალადობის წინააღმდეგ, ქრისტიანული პატიების იდეები. ეს იდეა სულ აქ სოდობით უმომრავლდა და შთაგონება ამის გამო არ მოდის. საშინლელ მარტოობას განიცდის. ჩემ ვედრებაში ღმერთსეუნება დაწერე ფიქრი ხმამ წარე, ჩემის გონების საბანზე. არ მინდა ფუქსავატური ჩემებური ფიქრებით ვიფიქრო, აი ღვთიური ფიქრებით მინდა დავიტრույთო. ყოველთვის ლაპარაკობს იმაზე, რომ ცუდი სოფელი დროსივრცია, რომელშიც ძალიან ხშირად პატიოსანი, წესიერი, ღირსებით სავსე ადამიანებისთვის არც წარმატებას გაუჭაჭანებია, არც აღიარებას მაინც და მაინც, მით უმეტეს არც კეთილდღეობას, მაგრამ იმასაც ამბობდა, მაგალითად ლექსში, რომელსაც ქვია ამაო ომი, ღმერთი თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს ისე არასდროს მიატოვებს, რომ თვითონაც დაეხმაროს და გარდა ამისა ჩააგონოს, რომ ისე არ უნდა დაეცე არასდროს, რომ ფეხზე ვერ წამოდგე. აი ლირიკაში ჩანს, როგორ აღაფრთოვანებს მას სიცოცხლე არის ძლიერი, გაშლილი, ამ შემქმნა ადამიანი. ამ ლექსში პოეტი ნატრობს არ იყოს ადამიანი და იყოს წვი, რომელსაც სიკვდილი არ ეხება. გარდა იქნება ხანთოულად, ცვარად, იქნება მუდამ და მუდამ. ის ამბობს, რომ არ ვიყო ადამიანი, აღარ დამჭირდებოდა სულ მუდამ ყოფნა ფრთხილად. თუნდაც ამას ის ვერ აცნობიერებს და მეტწილად ვერც აცნობიერებს. მინდიას გველის ჭამაში. უნარი აქ მოისმინოს აი ბუნების ქმნილებების საუბარი. აღმოაჩენს, რომ ბუნებაშიც აი სიცოცხლის ნება, წყურვილი არანაკლებია, უმეტი არ არის დღეს მინდება ადამიანების ცხოვრებაში. და ამიტომ მას აღარ შეუძლია მოკლას. მე ამან მიახვედრა, რომ მოკლა არის საშინელი. საკუთარი თავის ნანგრევაც არის. აგანახებს რაღაც ბუნების ურთიერთობის მეშვეობით ადამიანების ურთიერთობას. მართლა მაგია ვაჟასთან. ვაჟა-ფშაველას მეორე მე იყო ეს ბუნება. ბუნებაში ის ხედავდა ღმერთის განფენას. ბუნება მისთვის პიროვნულია. შეუძლია იტიროს, გაიცინოს. მისთვის ბუნებრივი სივრცე მაინც იყო და საიდანაც იკვებებოდა ის როგორც პიროვნება, როგორც შემოქმედი. ხევი მთასუნებს და ხევსა წყალნიტყე-ტყენი მდინარე მიწას და მიწა თავის აღდგა მცინარეთ და მეცხო ყოველას მონავარ პირზე დოფ გადამდინარეთ. ამას კაბინეტში მჯდომი ვერ დაწერს, იქ უნდა იყო. ბუნებაშიც ის აი ტრაგიკულ საწყისსაც ხედავს, რაღაც ტრაგიკულ წინააღმდეგობებს, განხეთქილებებს. შეიძლება ძალიან ნეიტრალურიც იყოს ყველაფერი მის მიმართ, რაც ადამიანთა ცხოვრებაში ხდება. მასთან პიროვნული კონტაქტი აქვს. არ მინდა ვთქვა, როგორც მეორე ადამიანთან მეთქი, მაგრამ რაღაც არ ჩაქა. პიროსმანთან სხვა ასიათს ცხოველები, ადამიანების სახით, ქალაქებს თითქმის არ ხატავს, ვაჟასთან. მოხდა სინერგია, არქაული, უძველესი ტრადიცია მთის ქართული პოეზიისა შეერთდა სწორედ თანამედროვე ინტელექტუალურ პოეტთან. რა თქმა უნდა, იგივე ხდება პიროსმანთან. მოდერნისტული ხელოვნება და ხედვა შეერთდა სინერგიით ხატწერასთან. ორივე ასე ვთქვათ, ინტელიგენტური ადამიანია და არ ალბათი ხატვარი და გამათბორებული მთიელი და მეორე ვაჟა იყო დლის შვილი და პიროსმანი კიდე ბოდბის მონასტერთან იზრდება. ამიტომ რელიგია მათთვის არის სრულიად ბუნებრივი, ასე ვთქვათ, შინაგანი სამყაროდან წამოსული და არა გაგონილი ან თავსმოყრილი. ქრისტიანული კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი, თანასწორობის, ძმობის და პატიების და სიყვარულის ქრისტიანული მოტივი და თვითონ ქრისტიანული სული მათში ძალიან ძლიერი. ხები მესხმება, ვიზრდებით, სად ვიწევ ასაფრენა და გაჩნდება რაღაც ნათელი, გულს ჩამიდგება სვეტა და ზღვავდება მწყობრიბ სიტყვები ქაღალზე დასაბღერტა და როდი იციან არწივი რომ მოდის მოხებს გზაზე და ხრადვე მამყოფე ისევა ოღონდ ამცილდეს მგელობა. არწივი ვნახე დაჭრილი ყავ ყორნებს ეომებოდა ეწადა ბეჭავს ადგომა, მაგრამ ვეღარ დგებოდა. იმედი მრჩებოდა რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლებ გადიქცეოდა და განახლებულ ბუნებას ყელზე შენ სულ სამხის ხარი გამარს ვაჟა-ფშაველა ის კაცია ხანდახან არეოლათაც რო დაგალაპარაკებს.
პუბლიცისტიკაც არაჩვეულებრივია ვაჟას. მისი აწერები ეხლაც აქტუალობას არ კარგავენ, ლევი წყაროა სიბზნის და ქალაქური პოზიციის, ყისიერი რეაქციის გაკეთების მოთხოვნის საჭიროებათა მოვლენაზე, რაც საქართველოში მაშინ იყო, გლობალურ საკითხებზე ჩართული რო იყო, ვითარდებოდა, გაჭირებულიც მცველად ავიღო. ანუ სოციალურად აქტიურიც რო იყო. ის კი არა ბუდისტურად, ესკაპისტურად გაშორდა ბოროტს და ორომტრიალს ქვეყნის, არამედ ჩაერთო მაშინ და სულებას ეცადა. აი მაგალითად მას აქვს ეგეთი შესანიშნავი სტატია კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი. დღესაც ძალიან აქტუალური. კიდე რომელიც ეუბნება ქართველს, რომ შენ ერთდროულად ხარ ქართველი და კაცობრიობის ნაწილიც ხარ, მაგრამ შენი ქართველობა არ საინტერესო კაცობრიობაში და მნიშვნელოვანი. და ამბობს, რომ არავითარი წინააღმდეგობა პატრიოტიზმი ჯანსაღია. კოსმოპოლიტიზმთან თუ კოსმოპოლიტიზმით ჯანსაღია არ არსებობს. ეგულისხმება, რომ მთელი კაცობრიობის ბედიც უნდა ადარდებდეს ადამიანს და არა მარტო თავისი ქვეყნის, მაგრამ პირველ რიგში თავისი ქვეყნის. თუ შენ ზრუნავ შენს ქვეყანაზე, თუ შენ ცდილობ მის განვითარებას, ამითი წვლილი შეგაქვს კაცობრიობის განვითარებაში. რაც კი საუკეთესოა კაცობრიობის ცხოვრებაში, ყველაფერი აითვისო. ვაჟას პრინციპია ესეთი, რომ ზოგ კაცობრიობასაც ერთი რამ აწუხებს, ერთი ჭეშმარიტებისკენ არის მისწრაფებული. ვაჟი არის ძალიან რელიგიური ქრისტიანული მოაზროვნე, ფიქრობს, რომ ჭეშმარიტებაზე სხვადასხვა კულტურის ხალხი შეიძლება გავიდეს, ისტორია რითიც ის გავიდა, ზოგად კაცობრიობის ფასეულობაზე. არის ღირებული. აი ამ ჭეშმარიტების შუქზე უნდა მოხდეს რეალური ნამდვილი ურთიერთობა ადამიანებს შორის. აი ქადაგებასავით პუბლიცისტიკა აქვს, მაგალითად დიდმარხვის წინა საკითხავი. პატიება დიდი საქმეებაა და რა თქმა უნდა ამის მიმდევარია ვაჟი და მტრის შებრალებას გადაგება. ამავე დროს ლაპარაკობს არ უნდა გაიგო ასე ბრიყულათო ერთ ფოყაში თუ გაგაკეთეს მეორე შეუშვირო ეს იმას არ ნიშნავს რომ ტერი თუ მოდისო ასე დაუწეო და არაფერი არ გააკეთო ამითი მტარვალის ბუნებას გააძლიერებ არის ძალიან ევროპელი მოაზროვნე ფიქრობს რომ ყველაფერს კითხვა უნდა დაუსვა სახარებისეული პრინციპია რომ სინათლე რომელიც შენშია ხო არ არის სიბნელეო შეამოწმე შენი თავი აი ვაჟესთან არის რომ პირადი გამოცდილება მიიღე სამყაროსთან ურთიერთობით და აი ამ შუქზე განიხილე მთელი შენი ცხოვრება ნუ მიყვებ ბრმად ტრადიციას. ალუდა ქეთელაური ამაზე მაგალითად. ალუდა ქეთელაური არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტექსტი, რაც კი ოდესმე დაწერილა ქართულ ენაზე. ყველაზე მთავარი კითხვა, არსებობს მონოპოლია ჭეშმარიტებაზე თუ არა? ალუდა არის ერთი მეომარი კაცი, რომელსაც უამრავი თავის ცხოვრებაში ადამიანი მოუკლავს. ტრები, კისტები. ეს მიაჩნდა თავისთვის სასახელო საქმე. არც ხედავს ღირსებას, არა ხევსურში, არა ქართულში, არა ქრისტიანში. ალუდა ქეთელაური, რომელმაც მუცალი მოკლა, ჯერ მისი ძმა მოკლა. ფიქრობს, იმ პირველზე არა, ამ მეორეზე, რომელმაც მას უზადო ვაჟკაცობის ნიმუში აჩვენა, აი ამ ბრძოლაში. ისაც ალუდას მუცალმა თავისი ნებით ეს თოფი გადმოუგდა, უთხრა რომ ჯერ ჯულძაღლო შენ კი, ასე მოგმართავ, იმიტომ ესე მიმართავდნენ ჩემი წინაპრები შენსას და შენები ჩემსას. ასე ვარ ჩვენც, მაგრამ დავინახე ღირსება შენში. ადამიანის ღირსება. მე ჩემი ნებით გითმობ შენ, ჩემს იარაღ, რომელზეც ძვირფასიც არაფერი არ გამაჩნია შეიძლება. თავის მის კვლელს მიანდერძა მე თავის თოფი ხელს არ ჩავარდეს სხვისასა. აუფეთქდება გონება საერთოდ. ალუდა თვითონ ვერ აიღებდა თოფს, რა თქმა უნდა კი, მაგრამ იმან ნებით დათმო. და ალუდა ჩააფიქრა, რატომ მოვგანი ეს კაცი, რომელიც შეიძლება ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ყოფილიყო, რომ არა ეს განსხვავება. რატომ მოვკალი? იმიტომ რომ მე ქართველი ვარ და ეს ქისტი, იმიტომ რომ მე ქრისტიანი ვარ და ეს მოსლიმი და ადამიანისთვის სად არის ადგილი ასეთ სამყაროში? სრულად ჭკუიდან გადასული ალუდა ბრუნდება შატილში და იქ სრულად არჩეულო უჩვეულო იდეებს და ამბობს რომ აი ეს ცხონებული მუცალი და ესე და ვინ არის ქისტის ცხონება ვინ ახლა არ დაწერება ჯულად ვაჟი აქ ამოს მithვაქებ ვაჟკაცობას არ იყიდების სრულად ანუ ღირსება ზოგადად ვერავინ ვერ გაჩუქებს ანუ შენ თვითონ მოიპოვე ეს ძმა არის შენ მე რა რო სხვა ერის კაცია მე რა რო სხვა სარწმუნოება ადამიანები ერთმანეთს სულით შეიცნობენ. ორი ყველაზე ძვირფასი რამ, ჩემი რწმენა და ჩემი სამშობლო. შეიძლება გახდეს დაუსრულებელი სისხლის ზღვრის საფუძველი, თუ ამას არ ახლავს მესა მოყვასის სიყვარული. ალუდა იყვნენ მეომარი გმირები, უცებ იქცნენ სულიერ გმირებად. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მეომრის ვაჟკაცობა, აი ძლიერება, სულის ძალა და ვაჟასთან ერთიც ჩანს და მეორეც. თუმარბასინძოში გასულ აღაზას პერსონაჟი არის მნიშვნელოვანი. თავის თავში იბადება ახალი აღაზა, იმიტომ რომ ხანამდე თემის ხმისგან ვერ თავისუფლდება. მონანიება ნიშნავს ახალ ცნობიერებას დადგომას. ეს ხდება ვაჟას გმირებთან. ლუხუმი ყველაზე იდუმალი პერსონაჟი არის ვაჟას ბახტრიანში. ქრისტიანული ცნება რომ ტერიც შეიძლება შეიბრალო, მართლა გადაატარა თავის გულზე. თვითონ რომ მოკლავს იმ ლექს, შეებრალება ზესვა დაცინის. როგორ მოგიწყვიანდა თვალები, უთუოდ მოგაფურთხებდნენ ქალები რო ენახეთო. ლუხუმი ძალიან საინტერესოა რომ
სიტყვას ბანზე აუგდებს. იმიტომ იცის რომ ეს ყური ამ ლაპარაკისთვის მზად არ არის. უნდა უფრო მარგალით ზღორებს. ლუხუმის სასრულიც ეგეთია რომ იდუმალ გარემოშია. აი ადამის მოდგვის მტერი, ეს ბოროტი იყო ლუხუმს რო ნახავს, იქაც კეთილშობილდება. ეს ლუხუმი რომელიც არის მატარებელი აი ამ საყოველთაო საკოცუბრიო სიყვარულის რომელიც ნამდვილი ქრისტიანობა მოდის. ეს სურჩხული ხება ინიერი კეთილშობილი და პირიქით ლუხუმს გადაარჩენს. აქ მახსენდება ფრესკა ურიაშისაც წმინდა გიორგი კი არ კლავს სურჩხულს, არამედ ზაღლივით მოყავს ყელსაბამით, მოათვინიერა. არასდროს არ მივენიჭებია განსაკუთრებული ყურადღება გამოხატვის ფორმისთვის. მან აირჩია ერთ-ერთი დიალექტი, ქართული, ამ დიალექტზე წერდა პოეტურ ქმნილებას. თორე ესე გენიალური ქართულით ლაპარაკობს, ასე გვიძლია ვაჟა-ფშაველა. ერთის მხრივ ის რაღაც ძალიან არქაული ენით და ლეგენდებით ლაპარაკობს, მაგრამ მეორეს მხრივ ის ყოველთვის ძალიან თანამედროვეა იმ თავისი მოდერნისტული ეპოქის. პოეზია ყოველთვის არის სტანდარტის დაწლევა. დიალექტი ქმნის რაღაც განუმეორებელ აურას, შარმი იქმნება რაღაცა. მაცნე მაიდა შატილსა ქისტება მაქვსე ზიანი დაგვიწიოგეს მწყემსები ავნი ზნიანი. თარგმანებშიც კი იგრძნობა ეს რაღაც უდიდესი პოეტური ძალა. რა თქმა უნდა საუკეთესო პოეტებმა თარგმნეს. ვაჟა-ფშაველა პასტერნაკმა, ვეტაევამ, მანდელშტამმა, ტარკოვსკიმ და ზაბოლოцким, ბევრმა კიდე კარგმა პოეტმა. ძალიან კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში. ამბობდა რომ ნიცშე სულ იმაზე ლაპარაკობს, რაც მას აკლია, ზეკაცობას. გორის სემინარიაში ჰეგელზე იყო მსჯელობა, დებატებში აჯობა კიდეც ერთ რუს მოდებატეს, ვინც ჰეგელის სპეციალისტად თვლა თავს. სემინარიაში ყოფნის დროს ყველა მისი ნაწარმოები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა პირველად და მერე პატარ-პატარა წიგნებად გამოიცემოდა. ჟურნალისტობასაც იწყებს და იწყებს ერთდროულად მასწავლებლობასაც. გარდა ამისა, თავის პუბლიცისტურ ნაწარმოებებს, ფელეტონებს ათავსებდა გაზეთებში. პეტერბურგში ისმენდა კურსებს, ერთი წელიწადი ყველაზე კარგ უნივერსიტეტში, რაც კი მაშინ მისაწვდომი იყო და ზუსტად ერთი წელი უსწავლია იურიდიულ ფაკულტეტზე და ერთი წლის თავზე შექმნია ფინანსური პრობლემა. უნდაწყვეტილი ვაჟა-ფშაველა უკან საქართველოში დაბრუნებულად. როგორც აღზრდელი მასწავლებელი ისე იწყებს მუშაობას გორთან ახლოს, ამილახვრების მამულში, იქ გაიცნობს კეკეს თავის პირველ სიყვარულს. ის იყო ქვრივი, რაც ლექს უძღვნის და ვიცარი მისი ცხოვრების დიდი ტრაგედია. 34 წლის ასაკში გარდაცვლილა მეუღლე კეკე. გადაყოლია მეხუთე ბავშვზე ნაადრო მშობიარობას თავის შვილთან ერთად. ეკატერინე ნებიერიძე თავად ამილახვარის მოახლე. ეკატერინე თავადი ამილახვის უკანონოშვილი გახდათ. გორიდან გაყვა ამ სასახლიდან ხაში შეძენია 4 შვილი. ცოტა ხანი ჩარგალშია. შემდეგ ცოლთან ერთად გადადის დიდთონეთში, სადაც კონფლიქტში შედის. იქაც ადგილობრივ ამასახლისებთან, ადგილობრივ სამღვდელობის წარმომადგენელთან, ყველა სოფელში იყო ამასახლისი, რომელსაც თავის ცალკე წესრიგი ჰქონდა. ეს ახალი მასწავლებელი ჩასული კრებდა ავტორიტეტს და ეს ეხლა იქ არავის არ უნდა და პატარა კონფლიქტი მოხდა მოსწავლესთან დაკავშირებით. ზედაკითხოს გამოცემელი საზოგადოების წარმომადგენელი აძლევს ენიშნას, თავის ცხოვრების წარმატებულობას თვლის და მოდის იქიდან. 3-4 თვის შუალედში გარდაეცვალა დედაც და მამაც. ძალიან გაშიშვებია 4 ობოლის მოვლა პატრონობა და 2 წლის თავზე ცოლად მოუყვანია თამარ დიდებაშვილი გაურიგეს ძმებმა. კეკეს სიყვარულით მოიყვანა. მეორე მეუღლე მოიყვანა ხელწერილით. უნდა შევეჩვიოთ ერთმანეთს, თუ შევეჩვევით, გაუძლებთ, ის ჩემს შვილებს კარგად მოექცევა, ოჯახს მოერგება, მაშინ მეც ვაღიარებ მას, შვილსაც ვაღიარებ და ცოლათაც შევირთავ. ქალისუფლებების დაცული იყო და კაცის უფლებები. და ვაჟიშვილი ლევანი ბოლშევიკებს ვერაგულად დაუხრეტიათ. იანვარში გადაიტანა ფილტვების ანთება და მაისში მას გადაუხადეს ლიტერატურული საღამო. ეს იყო ბედნიერესი დღე მის ცხოვრებაში. როცა მობრუნდა თავის საიუბილეო საღამოს აღნიშნიდან, იხჩობოდა წყალი ჩაუდგა ფილტვებში. მოითხოვა წყალი, შემდეგ მოითხოვა ბალახები, იატაკზე გააფენინა ექთნებს, ცოტა დაიძინა და მე გადმოვიდა ბალახებით მოფენილი იატაკზე და ასე გავიდა ამ ქვეყნით. 54 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამ ასაკისთვის მან საკმაოდ ვრცელი მემკვიდრეობა დატოვა. დიდი პატივით დაუკრძალავთ თბილისში დიდუბის პანთეონში 20 წლის შემდეგ გადაუსვენებიათ მთაწმინდის პანთეონში. ოღონდ აქვს მოთხრობები, სადაც აწვამებს ეს დემონი გამოეცხადება. მეუბნება, რა გინდა ეს ყველაფერი, რას წერა, რას იბრძვი. ბოლოში ხო აი მოკუდები, არაფერი აღარ იქნება. და იქ ვაჟა მგონს არა აქვს პასუხი და ბოლოში მართლა განცდის დონეზე ხილვა მოდის მასთან, ეს ნათელი მართლა არსებობს და იაგდებს აი ამ დემონურ ჩურჩულს. ძალიან მრავალფეროვანია მისი შემოქმედება, მაგრამ რაღაც ერთიან სოფხედვაზე აგებული. აი ჩემი ვედრება ასეთი ლექსია.
ამ ლექსში აი მან შეძლო რომ ყველაფრისთვის თავისი ადგილი მიეჩინა რაც არის ადამიანის ცხოვრებაში თავარი. ადამიანისთვის რა არის თავარი? მარტივი რაღაცა იყოს კეთილი. იყოს კეთილი. და თუნდაც სუსტი, ოღონდ კეთილი.